ის მსოფლიოს გარშემო მარათონებს დარბის ბიბასების ბიჯების პატივსაცემად. ის ბეტმენის ფორმაში დარბის. ეხლა ბიბასების ოჯახი, რა თქმა უნდა, ყველა ისრაელელის გულში დარჩა. დედა შირი 4 წლის არიელ ბიბასი და 9 თვის ქფირ ბიბასი 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ისინი ტყვეობაში ტერორისტებმა მოკლეს. მათი იარდენ ბიბასი ცალკე გაიტაცეს. ის ჰამასის ტერორის ტყვეობიდან 484 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. და ამ ქვეყანაში ბევრმა იცის, რომ არიელი დიდი ბეტმენის გულშემატკივარი იყო. და ეს ძალიან კარგად იცის იოელ ლევიმ, ებრაელმა ფიტნეს მწვრთნელმა, რომელიც ახლა ჩვენ სტუდიაში ბეტმენის კოსტიუმში შემოგვიერთდა ბიბასის ბიჯების ხსოვნისთვის. თქვენ არიელ და ქფირ ბიბასებთან ერთად გულში დარბიხართ. მოგვიყევით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა შარშან მკვდარი ზღვის ნახევარმარათონი გავირბინე და ისრაელში გარკვეული დროით ვაპირებდი ყოფნას. და ვიფიქრე, შემდეგი იერუსალიმის მარათონია. და დავიფიქრე, რა მშვენიერი იქნებოდა იერუსალიმის მარათონის გარბენი. იმ დღეს, როცა იერუსალიმის მარათონზე დარეგისტრირდი, გავიგეთ ბიბასის ოჯახის ამბავი. და მახსოვს ბოლო რამდენიმე წელი ვხედავდი ბეტმენს, არიელ ბიბას, თავის ფორმაში და ნირი დარბოდა ბეტმენის კოსტიუმში. კითხვა იყო, რამდენად უყვარდა ეს. ასე რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. მეც ვიფიქრე, ხო იცი რა, მოდი იერუსალიმის მარათონი გავერბინოთ. რატო არ უნდა შევქნათ ცნობიერება? მერე დავაგზელეთ იერუსალიმის მარათონი და შემდეგ ლონდონის მარათონი. და ლონდონის მარათონის შემდეგ შევქმნით ვიდეოები. და ამ ვიდეოებმა მილიონობით ადამიანს მიაღწია მთელ მსოფლიოში. მაგრამ მე მეგონა, რომ ეს მილიონობით ებრაელი იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს მილიონობით არაებრაელი იყო. და მათ პირველად გაიგეს ბიბასის ოჯახის შესახებ. შოკში ვიყავი, რომ არავინ იცოდა ამ ოჯახის შესახებ. და მე უნდა გამეგზელებინა, ეს თითქოს მოტივაციად მეკცა, რომ გამეგზელებინა და შემოვლიდი მსოფლიოს, რათა რაც შეიძლება მეტი ცნობადობა შემექმნა. როდესაც საუბრობთ, ჩვენ ვუყურებთ თქვენს ფოტოებს, სადაც თქვენ კოსტიუმში სხვადასხვა მარათონში გარბიხართ. ვიცი, რომ თქვენი ბოლო მარათონი კეიპტაუნში იყო და ბევრი ებრაული თემის წარმომადგენელი მოვიდა, ასევე მოიტანეს ნარინჯისფერი ბუშტები და დროშები. ვითხარით, როგორი შეგრძნებაა, როცა გარბიხართ და იცით, რომ ადამიანები სპეციალურად თქვენ მხარდასაჯერად მოდიან და ეს მხარდაჯერა მთელ მსოფლიოში ხდება. ეს ძალიან ლამაზი რამაა, ძალიან მადლიერი ვარ. ვიცი, რომ ოჯახიც ძალიან მადლიერია და მათაც ძალიან უყვართ ეს მხარდაჯერა. კეიპტაუნის მარათონი ჩემთვის რთული იყო, განსაკუთრებით მარათონამდე. ვიცოდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა, მართლა რთული იყო ჩემთვის. ებრაული საზოგადოება ერთად შეიკრიბა, მაგრამ ასევე ებრაული საზოგადოების მეგობრებიც ერთად შეიკრიბნენ. ეს მართლა ძალიან ლამაზი ღონისძიება იყო. იქ იყო, არ ვიცი, შეიძლება 800-დან 1000-მდე ებრაელი, ან ებრაელების მეგობარი, ნარინჯისფერი მაისურებით, ბუშტებითა და დროშებით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო, რადგან მსოფლიოს მეორე მხარეს მოგზაურობა საკმაოდ დამძაბველია. ასე რომ ბეტმენის კოსტიუმში სირბილი ძალიან ნერვიულობა. მაგრამ სამხრეთ აფრიკის ებრაული საზოგადოება მასწავლა, რომ ძლიერი საზოგადოებები არსებობს არა მხოლოდ ისრაელში, არამედ ამერიკაშიც. მსოფლიოში ძლიერი ებრაული საზოგადოებებია. ჩვენ ადრე ვსაუბრობდით შოუში ანტისემიტიზმის ზრდაზე მსოფლიოს ბევრ ნაწილში. ვიცი, რომ თქვენ მუშაობთ ახალგაზრდებთან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გაგვიზიარეთ, რა გაკვეთილებს იღებთ ამ სხვადასხვა მარათონებზე, როცა ასე ბევრ განსხვავებულ ადამიანს ხვდებით და როგორ გადასცემთ ამ გაკვეთილებს ახალგაზრდებს? ეს ძალიან ლამაზია. ჩემი ცხოვრების გზაზე, როცა სპასტიკური კუნთოვანი დისტროფიით ვიზრდებოდი და მეთვალების დარღვევა მქონდა, ჩემი სირთულეები მქონდა, მაგრამ ასევე დიდ ბრიტანეთში ყოფნისას ანტისემიტიზმსაც ხშირად ვაწყდებოდი. ჯანმრთელობამ და ფიზიკურმა აქტივობამ დამეხმარა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად თავდაჯერება მომეცა. როცა სკოლებში და მოსწავლეებთან ვსაუბრობ, მაგალითად 5000-ზე მეტ ვესაუბრა. უთხარიცით, მთავარი საკუთარ თავში თავდაჯერების პოვნა. უნდა იპოვო, რაში ხარ ძლიერი და ამით თავდაჯერება მოიპოვო. ეს დაგეხმარება, რომ უფრო ამაყი ადამიანი იყო. მე შევხვედრი ვარ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი გზა გაუზიარე და ისინი უფრო ამატები გახდნენ, დაიწყეს ფიტნესით დაკავება, ან გადაწყვეტეს თეფილინის დადება, ან კიდევ სხვა რაღაცის გაკეთება. ჩვენთვის თავარი ისაა, რომ იყო ამაყი, იმით ვინც ხარ. იპოვო ის, რაც გიყვარს და აიმაღლო თავდაჯერება. როცა იპოვი თავდაჯერებას და იმას, რაც გიყვარს, იმედი მაქვს, რომ მათგან რამდენიმე საკუთარ ებრაულ ფესვებსა და ცხოვრებაში მე თავდაჯერებას იპოვის და უფრო ამაყი ებრაელი იქნება. ჩემთვის ეს არ ნიშნავს ებრაულობის შესახებ ხმამაღლა ყვირილს. ეს უფრო იმაში მდგომარეობს, რომ მათ ძალა მივცე, იმედი მაქვს, შემდეგ ისინი თავად იპოვიან საკუთარ ძალას და თავდაჯერებას, გახდებიან უფრო ამაყი ებრაელები ონლაინშიც და რეალურ ცხოვრებაშიც. რა განსაკუთრებულ ნაბიჯებს განთ შირის, არიელისა და ქფირ ბიბასის ხსოვნის საპატივცემულოდ, რომლებიც სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩებიან. დიდი მადლობა იოელ ლევი, როგორც ჩვენთან ვამბობთ, გოლ ჰაკავოთ და მადლობას გიხდით, რომ სტუდიაში ხართ.